ძალების კოორდინაციაზე საუბრობს ყველა. ბევრი წელია ეს საუბარი მიდის. ბევრი წელია ამ საუბარმა მაინც და მაინც რაღაც ხელშესახების შედეგი ვერ გამოიღო და სამწუხაროდ ამდენ საუბარში ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი ყველას ერთად. ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქე. იმიტომ რომ არის პერიოდები, როდესაც ემოციის კონსოლიდაცია და მობილიზაცია ხდება და ასეთი იყო 2024 წელი უდავოდ, როდესაც ქართული საზოგადოება პროტესტშიც და საარჩევნოთაც იყო გვარიანად მობილიზებული. შესაძლოა არა იმდენად, რომ გარდამტეხი ყოფილიყო ეს, ასე ვთქვათ, რიცხვი და იმდენად მეტი ყოფილიყო, რომ გაყალბების რესურსსაც ვეღარ გადაეკაჩა ხელისუფლებისკენ გამარჯვება, მაგრამ ეს იყო უდავოდ, ემოცია ძალიან დიდი იყო, მაგრამ უშედეგობამ რაღაცნაირად და ეს საზოგადოების თვისებაა სამწუხაროდ, რომ რაღაც შემდგომ უკვე ნიჰილიზმისკენ, გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოსავლების ძიებისკენ, ზოგმა ემიგრაციაში იპოვა გამოსავალი, ზოგი შეიკეტა სახლში, ზოგმა რაღაც ოჯახური პრობლემების გამო გარკვეულ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რომ შემოსავალი ქონოდა ოჯახისთვის რაღაცა ელემენტარულად ლუკმაპურის პრობლემები არ დადგომოდა და ასე შემდგომ და ამავდროულად რამდენადაც 2024-ში მჭიდრო იყო კავშირი რაღაცნაირად პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შორის, შემდეგი წლები პრაქტიკულად გავლიეთ ჩვენ რაში, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება, რომ აქ ჩაგეჭრებით, მჭიდრო არ იყო კავშირი, ქალვანფიქრე, თავდაპირველ ეტაპზე პირიქით ამაზე გაილია ბევრი დრო, ვინ ვის გვერდით უნდა დადგეს, აქციებზე პოლიტიკოსების გამოსვლას მაინც არ მიესალმებოდნენ, მე მახსოვს ეს აქციები. ამას დრო დაჭირდა ამის გადალახვას, რომ ერთად ბრძოლა და კონსოლიდირება. ხო, ჯობდა უფრო ადრე, მაგრამ მე სხვა კუთხით ვამბობ ამას, რომ როდესაც ამომრჩეველშიც არის მზაობა ცვლილებისთვის და როდესაც პოლიტიკური სპექტრიც მეტნაკლებად პასუხობს ამ მოთხოვნას, მაშინ დგება ეს ურთიერთობა, მაშინ დგება ეს სინერგია და ადამიანები თვითონ იწყებენ, ხო? შეიძლება შენ არ მიხვიდე პოლიტიკოსი, რაც ცუდია ძალიან, მაგრამ ამომრჩეველი თვითონ ეძებს. შეიძლება არასაუკეთესოს, მაგრამ მისთვის მეტნაკლებად მისაღებ არჩევანს და 2004 წელი იყო ასეთი და საჯარო მსჯელობა მიდიოდა, ხო? კი. 2004 საჯარო მსჯელობა მიდიოდა, ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი, როგორ წარმოედგინა და იყო კარგი პროცესი და აქტიური პროცესი და შემდგომმა პერიოდმა მინდა გითხრათ, ჩვენ ახლა ბევრს დავდივართ რეგიონებში და თუ რამე ჩანს თვალსაჩინოდ, ჩანს ეს, რომ პოლიტიკოსებს უყურებენ როგორც რაღაცა განყენებულად მყოფ ძალებს და თვითონ არიან ჩაძირული საკუთარ პრობლემებში. და პირდაპირ გვეუბნებიან, აი ვალეში მაგალითად შეხვედრის დროს იყო ქალბატონი, სხვათა შორის არ იყო ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, რომელმაც გითხრა, რომ ერთმანეთზე ნუ აღარ ლაპარაკობთ, ჩვენზე ილაპარაკეთ. და ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ საერთოდ ამომრჩეველზე. შესაძლოა ვიღაცას დღეს ეგონოს, რომ როდესაც ახლა დიქტატურა მყარდება ქვეყანაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აგერ სადამსჯელო რაზმებს ქმნის და როდესაც კანონმდებლობას ისე არგებენ საკუთარ თავს, რომ კრიტიკის უფლებასაც კი აღარ უტოვებენ არავის, რა დროს მაგალითად სოფლის გზაზეა საუბარი, რა დროს ელექტროენერგიის არარსებობაზეა საუბარი, რა დროს ბინძურ წყალზეა საუბარი, რა დროს ბაღის და სკოლების აი აქცენტი იყო მეორეობაზე, თენგო თევზაძის პასაჟი აღშფოთებული იყო ბოლოს და ანუ გულისხმობდა რომელიმე ერთმა პარტიამ საკუთარი პოზიციები კი არ უნდა გაიმყაროს ამორჩეველთან, არამედ ყველამ ერთად ამაზე ილაპარაკოს. ხო, გასაგებია, ის მის მოსაზრებებს ლაპარაკობდა, მე ლაპარაკობ ჩემს მოსაზრებებს. მათ აირჩიეს გარკვეული გზა ალიანსის, ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ არავის თავს არ ვესხმით და ეს პირობა შევასრულეთ მაქსიმალურად და ჩვენ არაერთი თავდასხმა ვნახეთ ურთიერთის მიმართაც და სხვების მიმართაც, ხო? იქედან, ამიტომ, როდესაც ამაზეა ლაპარაკი, რომ ნუ დავიწყებთ ამას, უპირველეს ყოვლისა ჯობია, რომ იქ გაირკვეს, სადაც ასეთი რამ ხდება და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამომრჩეველია მთავარი, ეს არ ნიშნავს არც მეორეობისთვის ბრძოლას და არც არა. ეს ნიშნავს ამომრჩეველთან აუცილებლად ურთიერთობას, იმიტომ რომ ტელევიზიით
აღარ ისმინება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ 2 წელიწადია ზუსტად ერთი და იგივე ვორდინგით, ზუსტად ერთსა და იგივე წინადადებებს, ზუსტად ერთსა და იგივე მოსაზრებებს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები სხვადასხვა ეთერებში, ზოგჯერ ერთსა და იმავე დროს, ზოგჯერ სხვადასხვა დროს ეუბნებიან საზოგადოებას და საზოგადოება გაიხედნა ეს ყური, გაიგო, ძალიან კარგად გაიგო ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება გამოსავალი. მთელი ცხოვრება გაილია ლამის. ეხა მაგალითად 2 წელი ჩვენთვისაც ხო ძალიან ძიმე 2 წელია, ხო? 3 წელი, 4 წელი პოლიტიკური კლასისთვის, ну, საერთოდ აღარ ვლაპარაკობ თავისი დაჭერების და თავისი, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა საბოტაჟების და რაღაცა გამოგონებით. მედიისთვის ხო ურთულესია. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხო ურთულესია, იმიტომ რომ ემიგრაცია და გაჩერება და რაღაც განაპირობა ამ რგოლშიც, ხო? მაგრამ ურთულესია შეიძლება გამოსავალ. ხო, მაგრამ ურთულესია თვითონ ამ მომრჩევლისთვის. ჩვენ ხო არ გონია რომ ჩვენ ვართ გასაჭირში და ისინი დალხინებულები არიან. თითოეულ ოჯახში არის უმძიმესი პრობლემების ნუსხა. არის ისიც რომ მაგალითად შეიძლება ყოველდღიური პრობლემა არ ქონდეს ადამიანს, მაგრამ ის გეუბნება რომ მე აი რაღაცა ყელში მიჭერს უკვე უსამართლობა, ყელში ამოვიდა. ამიტომ ამ ადამიანებს ჯერ ერთი უპირველეს ყოვლისა უნდა გაუჩინოთ განცდა იმისა, რომ არიან პოლიტიკური ძალები, საზოგადოება, რომელიც მათ პრობლემებზე ფიქრობს. ჩვენ არ დაგვიწყებია ის პრობლემები, გლობალური პრობლემები არსებობს, მაგრამ არსებობს ყოველდღიური პრობლემები. ადამიანი, რომელსაც წარმოიდგინეთ, აი ოჯახი, რომელსაც ერთი შვილი ბაღში მიყავს, მეორე შვილი სკოლაში უნდა მიიყვანოს და მის სოფელში და ათეულობით ასეთი, ასეულობით ასეთი სოფელია საქართველოში. აღარც ბაღია და აღარც სკოლა არ არის. ორივე ბავშვი უნდა ჩასვას, ან რაღაცა თავის ტრანსპორტი უნდა კონდეს, ან ავტობუსში უნდა ჩასვას და 7, 10, 15 კილომეტრის იქეთ უნდა წაიყვანოს. მერე უკან უნდა წამოიყვანოს. ასეთ ადამიანს უკვე აღარ რჩება დრო დაჯდეს და ტელევიზორს უყუროს და ჩვენი მოსაზრებები მოისმინოს. ასეთ ადამიანთან შენ თვითონ უნდა მიხვიდე. ამ ადამიანთან შენ თვითონ უნდა გააბა კავშირი და უნდა უთხრა რომ ეს არის დაუშვებელი და რომ ეს ამ ხელისუფლების კორუმპირებულობის ბრალია. რომ ეს ის კი არ არის რომ უბრალოდ აი რა ვიცი ვინც გინდა იყოს ხელისუფლებაში რაღაცა გლეხისთვის არავინ არ არის ხო არის ასეთი ფრთიანით, მაგრამ ასე არ არის. ის ვინც დღეს ხელისუფლებაშია და არა მარტო დღეს, უკვე 14 წელია ხელისუფლებაშია, მან ძალიან ბევრი რამე დააშავა ქალაქებისთვის, დააშავა სოფლებისთვის, დააშავა განათლების სისტემისთვის, დააშავა სოციალური დაცვისთვის, დააშავა ჯანდაცვის სისტემისთვის. რამდენი ადამიანი ვიცით, თუნდაც ჩვენს ახლო გარემოცვაში, რომ აქ ჯანმრთელობას ვეღარ მიხედა და წავიდა უცხოეთში ჩაბარდა, ხო? რომ დააშავა. იქ თქვენ ადგილზე ვინც ხდებათ, მათ შორის ქალბატონი ვალედან ალბათ ყველაზე კარგად იცის მას რა უჭირს. მაგრამ მან შეიძლება გამოსავალი, აქ ზუსტად ამაზეა საუბარი. მაგრამ გამოსავალი კი, მაგრამ გამოსავალი არ არის იმაში, რომ ერთობა ვიძახოთ. თუ რაღაცა ხელშესახები რწმენა არ გაუჩინე, სხვანაირად ეს პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ლანძღა, აი თვითონ ამბობდა ჩემი წინა სტუმარი, შეკრულს ეძახიან, ამას ეძახიან, იმას ეძახიან და მე ეს გალანძღულები, კი, გალანძღულები ერთად დადგებიან და ხალხო დაგვიჯერეთ, რომ ჩვენ გადავარჩეთ ქვეყანას. ცოტა ღიმილის მომგვრელია ასეთი დამოკიდებულება. ამიტომ ასეთ საეჭვო ნაბიჯების გადადგმას ჯობია ყველამ ჯერ საკუთარ თავში ჩამოაყალიბოს რა უნდა. აი ახლა მაგალითად რაღაცა არჩევნების თემა მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტზე არაჩანს არჩევნები არის აქტუალური, ხომ? და წინასწარ დაიწყეს ლაპარაკი, რომ აი ვინ შევა არჩევნებში, მე შერბილდა რაღაცა ეს, მაგრამ 2028 წლის არჩევნებშიც თუ შენ მოსახლეობას ეუბნები, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შევალ, თუ რაღაცა პირობები არ მოვიპოვებ. ხო, მოვიპოვებთ, მაგრამ ამ მოპოვებას რა უნდა უძღოდეს წინ? მარტო ჩვენ ვერ ვიპოვებთ, ხომ? გინდა გაერთიანდი, გინდა რაც გინდა ესკენი. შენ გჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, შენ გჭირდება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. ამიტომ ყველა კომპონენტი ერთად უნდა იყოს. ჩვენ ამდენხან ერთკომპონენტიან ბრძოლაში ვართ. მხოლოდ პოლიტიკური ძალების ერთობა და ტელევიზორში ლაპარაკი. და მთავარი კომპონენტი, მთავარი საყრდენი, მთავარი საფუძველი რაც არის ამ ყველაფრისა,
ხალხი და ამომრჩეველი ეს გრჩება განზე. ამიტომ დღეს ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ეტაპი ხელოვნურად ამ ეტაპს ვერ დავაყენებთ. რამდენიც არ უნდა გაერთიანებული, ასე ვთქვათ, დავირქვათ 8, 9, 10, 11, 12. ასეთი ეტაპი დადგება მაშინ, როდესაც ადამიანები თავიდან შეგვამჩნევენ, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ და რომ ადამიანები ისედაც, როგორც თქვენ თქვით, აბსოლუტურად გეთანხმებით, თვითონაც ჩვენზე არანაკლებ ხედავენ, როგორ გასაჭირშია ქვეყანა ჩავარდნილი და ამავდროულად არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებთან მუშაობაც არის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც არ არის მაგალითად ფინანსურად, კორუფციით, რაღაცა დანაშაულებებით შეკრული ხელისუფლებასთან, მაგრამ რატომღაც ჯეროდა პროპაგანდის გამო, შიშების გამო, ომის შიში თუ რაღაცა რომლითაც დასტრესეს მთელი საზოგადოება აბსოლუტურად ტყუილ უბრალოდ, ხომ? ეხა რაღაცა ჯგუფებს რო ქმნიან, რომ თითქოს ის აიფარეს რაღაცა ხატები აიფარეს და ეკლესია აიფარეს, რომ თითქოს ეკლესიას დაცვის სახელით და რელიგიის დაცვის სახელით რა კომიკურია ამ დროს იცავენ საკუთარ კორუფციულ ინტერესებს, საკუთარ ძალაუფლებაში დარჩენის ინტერესებს. მეც არაფერს. ამიტომ ამ ხალხსაც უნდა უთხრათ ჩვენ, რომ თქვენ რაღაცნაირად შეცდომაში შეგიყვანეს და ეს ხალხი ჩვენთვის მიუღებელი არ არის, რომ ეს საზოგადოება ჩვენ ყველანი ერთად ერთიანი ვართ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ხვალ და ზეგ იყოს უკეთესი.